კავკასიის მედიცინის ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დილით კომენტარი გააკეთა და ყველას ლოცვისკენ მოუწოდა. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას, განაცხადა მეუფე შიომ. დღეს გაიმართა კონსილიუმი. კონსილიუმის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ. მდგომარეობა არის რთული, როგორც ეს იყო, არსებითი ცვლილებების გარეშე, არც დადებითი და არც უარყოფითი მიმართულებით, არის გარკვეული ინდიკატორების მიხედვით, ვთქვათ, გარკვეული უკეთესობა, თუმცა არის, ვთქვათ, უარესობაც ცალკეული მიმართულებებით. ეს პროცესია და კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელსაც ჭირდება აუცილებლად კომპლექსურად შეფასება. არ არსებობს ცალკე აღებული ერთი ინდიკატორი, რომელიც თქვა შვიდად ყოფნის საფუძველს გაძლევს და ყველაფერს ერთად აქვს მნიშვნელობა. კონსილიუმზე მთავარი ფუნქცია ამ შეკრებისა იყო ის, რომ გაგვერკვია ხო არ არის რაიმე, რაც თქვა შეიძლება კიდევ უფრო მეტი ეფექტისთვის იქნეს გამოყენებული და შეთავაზებული. ერთმნიშვნელოვნად საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაეთმო, ასე ვთქვა და ყურადღება დაეთმო ყველა ექიმის მხრიდან, პრაქტიკულად დარგის ყველა წამყვანი სპეციალისტი აქ იმყოფებოდა, ყველას მხრიდან შეფასდა, რომ სწორი მიმართულებით მიყვავს პროცესი და ამ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა გამოთქმული არ ყოფილა. იყო საუბარი იმაზე, რა შეიძლება, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება იყოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, მათ შორის დინამიკაში დაკვირვება უნდა მოხდეს და ამ დინამიკაში ნაჩვენებ გარკვეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. რაიმე პერსპექტივებზე, ვთქვათ, ან რაღაც შანსებზე და ასე შემდეგ საუბარი ალბათ დღეს უსარგებლოა ამ წუთას და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მთელი საქართველო ლოცულობს ამისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გაჩნდეს შესაძლებლობა, როცა შეგვიძლია რომ ერთმანეთს მივულოცოთ პატრიარქის გადარჩენა. პაციენტის მდგომარეობა კვლავ რჩება საყურადღებო და მძიმე. ჩატარდა კონსილიუმი, რომელზეც მოწვეული იყვნენ ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. მათ იმსჯელეს გაიარეს მთლიანად ისტორია და ყველა ნაბიჯი რა გადაწყვეტილებებიც იყო პაციენტის მართვაში მიღებული და აბსოლუტურად შეთანხმდნენ, რომ ეს იყო შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა და ახლა ერთობლივად ვახდენთ მონიტორირებას პაციენტის და შემდგომ განმეორებით გვექნება მსგავსი ტიპის შეხვედრები. კლინიკაში იმყოფებოდნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თბილისის მერი კახა კალაძე. კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. რთული მდგომარეობა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ, ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს. მე მინდა პატრიარქის ჯანმრთელობა უსურო და მადლობას გადავხდი ექიმებს, ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდე ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველა ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, უსულოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ეხლა მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიდგეთ ერთად, ვილოცოთ მისთვის. ექიმები იცით რომ კონსილიუმი იყო, განიხილავენ საკითხებს თუ რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებენ თითოეული ექიმი, ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევის შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება.